მარჯანიშვილის თეატრის სცენამ ემოციურ შეხვედრას უმასპინძლა. ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ნაირა მარშანიას 80 წელი შეუსრულდა. საღამო, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მერიისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ბევრად მეტი იყო ვიდრე იუბილე. დარბაზში შეკრებილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ლიტერატურული წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი შემოქმედს, რომლის ღვაწლიც ქართულ კულტურაში და საზოგადოებრივ სარბიელზეც თვალსაჩინოა. მინდა მიულოცოთ აფხაზეთს ქალბატონ ნაირა მარშანიას იუბილე, 80 წლის იუბილე. ქალბატონ ნაირა მარშანია არის მართლაც გამორჩეული ქალბატონი აფხაზეთის რეალობაში, სიგეთით, სიყვარულით, დაუღალავი შრომით და ბრძოლით აფხაზეთისთვის განსაკუთრებით და განსაკუთრებით მინდა გადაუხადო მადლობა საქართველოს მწერალთა კავშირს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს ამ საოცარი იუბილეს ორგანიზებისთვის. ის არის ხიდი ჩვენი მომავალი თაობისა, სახე ქართველი ქალისა და დიდხანს სიცოცხლე, გამარჯობა, სიხარული, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო და მალე აფხაზეთში დაბრუნება, რომელსაც ასე ენატრება. აფხაზეთელი შემოქმედის ლიტერატურული გზა 1960 წელს ლექსით ტიტა დაიწყო. მისი შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული აფხაზეთთან. ნაირა მარშანიას პირველი პოეტური კრებული იასამანი სოხუმში დარჩა, თუმცა ავტორმა აქტიური მუშაობა დევნილობაშიც გააგრძელა. მისი ლექსები შესულია ქართული და ქალთა პოეზიის ანთოლოგიებში, რამდენიმე მათგანზე კი პოპულარული სიმღერებით შეიქმნა. საიუბილეო საღამოზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა მწერლის პროზაული და პოეტური სამყარო გააცოცხლეს. მუსიკალურ ნომრებს დარბაზი ემოციის გარეშე ვერ უსმენდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერლების, პატრიარქ ილია მეორის ნათლულების, სოფო ბედიას, თინათინ ჭულუხაძისა და ბოკა კვეკვესკინის ვოკალი. მადლობა აი უამრავ ზღვა ადამიანს, რომელიც მოვიდა და ჩვენი სიხარული და ტკივილი და სიხარული გაიზიარა. მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ აფხაზეთში შევალთ და მე ნამდვილად ვიცი, რომ იქაც გავაკეთებ ერთ საინტერესო საღამოს და მე мотивация მაქვს იმისი, რომ ვიფიქრო რა გავაკეთო სოხუმში. მწერლის პუბლიცისტური საქმიანობა და კრებულები ძირითადად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება. მისი სცენარის მიხედვით შეიქმნა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ადრე თუ გვიან“, რომელმაც მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აღიარება მოიპოვა. გამოვიდა სამენოვანი პუბლიცისტური წიგნი „მდუმარე ფრონტი“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მანდილოსნებს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ავტორის ბოლო კრებული „ხსოვნის ანაბეჭდები“ თურქულ ენაზეც ითარგმნა. ნაირას მინდა უსურო ყველაფერი ლამაზი და კარგი, მისი ოცნებების ასრულება, აფხაზეთში დაბრუნება, ისეთი ღამე არ არის, რომ აფხაზეთს არ ეფერებოდეს, არ ელოლიავებოდეს და ღმერთო უსმინე ნაირას და ღმერთო usმინე ჩვენს დევნილ მოსახლეობას, რომ დაგვაბრუნონ აფხაზეთში. საღამოზე ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვა ხიდი. ხიდი, რომელიც ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახის წარმომადგენელმა ქალბატონმა საკუთარი შემოქმედებითა და ცხოვრებით გადო ქართველებსა და აფხაზებს შორის. გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სილამაზითა და ყდემამოსილებით გამორჩეული ქალბატონისთვის აფხაზეთი დევნილობის წლებში არ დარჩენილა მხოლოდ მოგონებად. ის მისი ცხოვრების წესად იქცა, რის გამოც ნაირა მარშანიას მწერალთა კავშირის თავმჯდომარისგან მინიჭებული აქვს მშვიდობისა და სიკეთის ელჩის საპატიო წოდება. ყველაზე დიდი მადლობა გიქით ქალბატონ ნაირა მარშანიას, რომელიც ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის არის სიმბოლო ქალის მშვენიერების, ნიჭიერების, ჭირთათმენის და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოს დიდი სიყვარულის მაგალითი არის ქალბატონი ნაირა. მართლაც რაც კი მას მთელი ცხოვრების მანძილზე სიკეთეთ დაუთესია, დღევანდელ საღამოზე საოცარი სიყვარული დაიბრუნა ეს ყველაფერი.
ილია ჭავჭავაძის, გიორგი შარვაშიძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის, სადაც გამორჩეული ადგილი წმინდა ილია მართლის ოქროს მედალს უკავია, იუბილარს ამ საღამომ კიდევ ერთი ახალი აღიარებები შემატა. ქალბატონ ნაირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან უწყებრივი медаლი, ბედიის ბარძიმი და საქართველოს მწერალთა კავშირისგან ვერცხლის ფენიქსი გადაეცა. დღეს ავარ უბედნიერესი 80 წელი შემისრულდა და ალბათ სანამ ცოცხალი ვარ ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, ვინაიდან რაღაც ძალიან ლამაზი საღამო შედგა, ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე, დიდი მოფერება მივიღე, ჩემი შრომა რაც კი გამიკეთებია ძალიან დამიფასდა და ამისთვის ყველას მადლობას ვეუბნები. უსურვებ ყველას, რომ თავიანთი იუბილე აფხაზეთში გადაიხადო. მე მიყვარს ჩემი აფხაზეთი, ყველაფერს ვაკეთებ აფხაზეთისთვის, იმისათვის რომ მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს და ძალიან დაამახსოვრდეთ აფხაზეთი და იცოდნენ საიდან არიან, როგორი ძლიერი ფესვებიდან და როგორი დიდებული ქვეყნის მოქალაქეები არიან. საიუბილეო საღამოზე მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნაირა მარშანიას შემოქმედება მშვიდობის სიმბოლოა. მისი ხმა კი აფხაზეთში დაბრუნების იმედი, რომელიც დროსა და სივრცეს უძლებს. იგი არის შემოქმედი, რომელმაც აფხაზეთი საკუთარ გულში შეინახა და მთელ საქართველოს სიყვარულის ენით გადასცა.